მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის, მე თამთადოლიძე ვარ და დღევანდელ ეთერში ვსაუბრობთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორ ემზადებიან ადგილობრივი ადმინისტრაციები, რა ცვლილებებია საარჩევნო კანონმდებლობაში და რა უნდა გაითვალისწინონ ამ მრჩევლებმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღეს ვისაუბრებთ ბატონ ბერდიალომიძესთან ერთად. ის გახლავთ ოზურგეთის ნომერ 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხართ. პირველ რიგში რომ გითხრათ, როგორ იმზადება საარჩევნო ადმინისტრაცია მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რა ეტაპზე ხართ და კანონმდებლობით ამ ვადებში და ამ წუთას რა არის გაწერილი? მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაში ხვდება აღნიშნულ არჩევნებს. გასულ წელს მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ფართომასშტაბით ტექნოლოგიური არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით და 4 ოქტომბერსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით. 3051 უბანი შეიქმნება მთელი საქართველოს მასშტაბით და აქედან 2284 უბანში სწორედ ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული და ამორჩევლად დახვდება ის ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენ ჩავატარეთ გასული საპარლამენტო არჩევნებიც. რაც შეეხება უშუალოდ ოზურგეთს, ჩვენთან 45 საუბნო საარჩევნო კომისია შეიქმნება და აქედან 51-ში ჩვენ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ არჩევნებს, ხოლო 4 უბანი გვაქვს, როგორც წინა არჩევნებზე, ეხლაც ტრადიციული მეთოდით მოხდება იქ არჩევნების ჩატარება. მაყურებელს რომ განვმარტოთ, რა პრინციპით ხდება, რომ კონკრეტულ უბნებში, ანუ რატომ ხდება, რომ კონკრეტულ უბნებში დაუშვა ტრადიციული წესით არის დანარჩენ შეიძლება? სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან 20 კილომეტრის რადიუსში უნდა მოექცეს ესა თუ ის უბანი და შესაბამისად ჩვენს მუნიციპალიტეტში გვაქვს ისეთი ანუ წმინდა ტექნიკური საკითხები. წმინდა ტექნიკურია, კი ბატონო, ანუ 20 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული 4 საარჩევნო უბანი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან. კი ბატონო. საინტერესოა ტექნოლოგიების ნაწილში რახან ახსენეთ, რომ ელექტრონული წესით ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საინტერესოა მაგ მხრივ რაიმე ცვლილება ხო არ განხორციელებულა. მაგალითად, წინა წელს იყო ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და პროტესტი ელექტრონული წესით ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, თუნდაც ფურცლის სისქესთან დაკავშირებით, ან რაიმე დეტალი ხომ არ შეცვლილა ამ მიმართულებით? მოგახსენებთ იმას, რომ ზუსტად იგივე პრინციპით ჩატარდება ეს არჩევნები, როგორც გასულ წელს ჩავატარეთ ჩვენ. უბრალოდ განსხვავება გვაქვს ის, რომ დაემატა ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილის საფარით, ამ საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება და დამატებით ეს საფარიც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ხმისთვალ აპარატებზე. სხვა მხრივ გეტყვით, რომ არჩევნებში მოსულ ამომრჩეველს ექნება 3 ხმის უფლება. ერთი ხმით აირჩევს ამომრჩეველი პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში პარტიას მისცემს ხმას, ერთი ხმით აირჩევს მერს და ერთი ხმით აირჩევს მაჟორიტარ კანდიდატს. ანუ როგორც მივხვდით, თქვენ შერეული წესით ტარდება აღნიშნული არჩევნები, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. შესაბამისად, მე ვახსენე 3 სახის არჩევნები და მოსულ ამომრჩეველს, სადაც ტექნოლოგიებით ვატარებთ, იქ მხოლოდ ერთი ბიულეტენი გადაეცემა და ამ ერთ ბიულეტენზე იქნება 3-ვე სახის არჩევანი გასაკეთებელი, ანუ სვეტებად იქნება დაყოფილი ეს ბიულეტენი. არა, როგორც საუბრობთ, ადრე 3 ბიულეტენი იყო. 3 ბიულეტენი იქნება ტრადიციული წესით, სადაც ვატარებთ იმ უბნებში. შესაბამისად, ტექნოლოგიებში, სადაც ტექნოლოგიებს ვიყენებთ, იქ მხოლოდ ერთი ბიულეტენი იქნება და ამ ერთ ბიულეტენზე 3 სვეტად იქნება პროპორციული მერი და მაჟორი დაყოფილი და შესაბამისად თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს ანალოგიურად როგორც განულ არჩევნებზე, თითოეულ სვეტში მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრის შიდა სივრცე ამომრჩეველმა და შემდეგ მოათავსებს ხმისთვალ აპარატში. კი ბატონო. ცვლილებებზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, არაერთი ცვლილება შევიდა გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული
საარჩევნო მიმართულებით, რომელზე გააკეთებდით აქცენტს, რომელია ძირითადი ცვლილებები, რაც დავუშვათ და რო შეაფასებდით? მეც მაქვს კონკრეტული კითხვები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ აი ჯერ თქვენ როგორ პასუხობთ და მე მეც გკითხავ. ცვლილებებსაც შეეხება, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ეუთოუდირი აკვირდებოდა და დასკვნაც გამოაქვეყნა შესაბამისად, რა შენიშვნებიც ჰქონდა, რა ის კონდა გავითვალისწინეთ ჩვენ და შესაბამისად ამ 4 ოქტომბრის არჩევნებშიც ჩავატარებთ ისე როგორც კანონმდებლობა მოითხოვს არჩევნებს. კი ბატონო, ეუთოუდირი რა ხან ახსენეთ, წელს აღარ დააკვირდება როგორც ვიცით. მე გეტყვით ახლა ჯერ არის დრო და შესაბამისად შესაძლებელია დააკვირდნენ, როგორც გაცხადდა პრაქტიკაში ადგილობრივ არჩევნებს ეუთოუდირი არ აკვირდება, მაგრამ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მოიწვევენ, არანაირ პრობლემას არ ვხედავ მე ამაში. ბატონო, დამკვირვებლების ნაწილში მინდა გკითხოთ ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც შევიდა, ეხება დამკვირვებლების უშუალო მოძრაობას და მათ უფლებებს საარჩევნო უბანზე. მაგალითად, ერთ-ერთია როცა უკვე დამკვირვებელს აღარ აქვს უფლება პირადობის მოწმობა ან პასპორტი შემოწმოს მოსულ მოქალაქეს. ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებენ ამ ცვლილებას, ამბობენ, რომ ეს ხელს შეუშლის იდენტიფიცირებას მოქალაქის დამკვირვებლისთვის და ასევე ვეღარ დააზღვევს შესაძლო გაყალბებას. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ნაწილს? ნახეთ, საკმაოდ საინტერესო თემა შეეხეთ და ერთი კითხვა მექნება თქვენთანაც. როდის იყო შესაძლებელი და როდის ქონდა უფლება დამკვირვებელს შემოწმებინა პირადობის მოწმობა, ხო? იქ არის საარჩევნო კომისია, რომლის კომპეტენციას მიეკუთვნება არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, იქ არის რეგისტრატორი, არის ნაკადის მოწესრიგებელი, არის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს ატარებენ. დამკვირვებლის ფუნქცია მოვალეობა არის იმყოფებოდეს საარჩევნო უბანში, თუ ამის სურვილი აქვს და უშუალოდ დააკვირდეს ნებისმიერი ადგილიდან. ისე რომ არ შეუშალოს უფლებაც არ აქვს, ასე ამბობენ ამის მოწინააღმდეგეები და უშუალოდ მოქალაქის მის პირადობის მოწმობაში ან პასპორტში. არა, ნახეთ, პირადობა შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, შესაბამისად პერსონალური ინფორმაციის დამუშავება არ შეიძლება, ხო, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, არც აქამდე არ ქონდა დამკვირვებელს იმის უფლება, რომ ჩარეულიყო საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში და არც ამის შემდეგ არ იქნება. არაფერი არ შეცვლა ამ კუთხით, მე მართლა მიკვირს რატომ იყო ასეთი, ისე ვქვია, აუგზაური ამ თემას. ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია დამკვირვებელს დააკვირდეს და თუ რაიმე პრეტენზია ექნება მას, შეუძლია, ესეც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, საჩივრით მიმართოს, იქნება საუბნო საარჩევნო კომისია თუ იქნება საოლქო საარჩევნო კომისია. ამ მხრივ არაფერი ცვლილება არ არის. კი ბატონო, გასაგებია. რაც შეეხება ოზურგეთში, როგორი მოლოდინები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ჩაივლის, გასაგებია რომ თქვენ მზად ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი არჩევნებია, ამ წესით ჩატარებული არჩევნები ელექტრონულ წესს გულისხმობ. მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაწილში რა სიტყვით, როგორ ფიქრობთ, რამდენად როგორ თქვა, უკვე დასწავლილი აქვს საზოგადოებას და მოქალაქეებს ეს წესი, თუ არის ამ მხრივ რაიმე პრობლემები, ან რაიმე პრაქტიკა ხო არ გაქვთ კვლავ რაიმე საინფორმაციო შეხვედრების ან ტრენინგების, მოკლედ რა ხდება ამ მიმართულებით? აი, რაც შეეხება განვლილ არჩევნებს, ჩვენ ფართომასშტაბიანი კამპანია ჩავატარებთ, უშუალოდ მოსახლეობას არჩევნებამდე გავაცანით აღნიშნული ტექნოლოგიები, გავაცანით ბიულეტენის შევსების წესის და მინდა გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე იდეალურად გააკეთეს სამომრჩევლებმა თავიანთი ნება იდეალურად გამოხატეს, გააფერადეს ის სასურველი წრეები და მოათავსეს ბიულეტენები შესაბამის ხმისთვალ აპარატებში. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ აპარატებს, აპარატების კუთხით მთელი საქართველოს მასშტაბით შემიძლია თქვა, რომ არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა და მათ შორის რა თქმა უნდა არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და იდეალურად იმუშავეს ჩვენმა აპარატებმაც. რაც შეეხება უშუალოდ შემდეგ უკვე არჩევნების დასრულების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურას, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ქვითარი იბეჭდება
წინასწარი შედეგების ქვით არის ხმისთველი აპარატიდან იბეჭდება, ამას ბეჭდავს კომისიის თავმჯდომარე. შემაჯამებელი ოქრომები დგება ხელით გადათვლილი საფუძველს. ამ ბიულეტენებს მაინც ითვლიან ხელით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ერთ-ერთში შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთში დაემთხვა წინასწარი შედეგები ამობეჭდილი და აპარატის მიერ დათვლილი და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგები და შესაბამისად უხარიოზოდ იმუშავეს როგორც ვერიფიკაციის აპარატებმა, ასევე ხმისთველმა აპარატებმაც მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ოზურგეთის. და იგივე მოლოდინი გვაქვს წელს. რა თქმა უნდა, იგივე მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ერთსაც გეტყვით ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს თითოეულ იმ უბანზე, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ვატარებთ არჩევნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ეყოლება, ანუ სპეციალურად გადამზადებული პირები იქნებიან თითო უბანზე თითო ადამიანი, თუ რაიმე ხარვეზე გამოვლინდება ტექნიკას, რომ დროულად აღმოფხვრან, რათა საარჩევნო პროცესს არ შეექმნას შეფერხება და უპრობლემოდ გაგრძელდეს. ამ მხრივ ჩვენ გასულ წელსაც ვზად ვიყავით და როგორც მოგახსენეთ, არანაირი სერიოზული ხარვეზე არ გამოვლენილა და იდეალურად და უპრობლემოდ იმუშავეს ტექნოლოგიებმა და შემიძლია ისე ვთქვა, რომ გასულ წელს ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩავატარეთ და ისტორია დავწერეთ ამ მხრივ ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. კი ბატონო. და ბოლო კითხვა მექნება, საზოგადოების ინტერესის საგანია განსაკუთრებით ცხადია სამივე მიმართულება პარტიაც მაჟორიტარებიც, თუმცა ყველას აინტერესებს მერობის კანდიდატები. ვინ იქნებიან წელს ოზურგეთში. ვადების შესახებ რო გითხრათ, როდემდე აქვთ ვადა პარტიებს, რომ წარადგინონ თავიანთი კანდიდატები და ზოგადად სხვა მიმართულებითაც აი ვადების ნაწილიც რო გითხრათ და ეს იქნება ჩემი ბოლო. სულ რამოდენიმე დღეში ჩვენ აქტიურად შევალთ წინასაარჩევნო პროცესში, ანუ ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნები და სწორედ არჩევნების გამოცხადების დღიდან დაიწყება ვადების ათვლაც, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს მოუწევს 5 აგვისტოს. პირველ რიგში დამოუკიდებლად ვისაც სურს, ანუ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციით ვიწყებთ ჩვენ და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ჩვენ შემთხვევაში 18 აგვისტო იქნება ეს, უნდა მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, შემდეგ მათ გადაეცემათ ცესკოს მიერ მიღებული ამომრჩეველთა ბლანკები, რომელიც უნდა შეავსონ და არაუგვიანეს მე-40 დღისა 25 აგვისტო გამოდის, უნდა დაგუბრუნონ ჩვენ და ამის შემდეგ მოხდება მოკლედ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია და მათი წარმოდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება. რაც შეეხება პარტიებს, სურვილი შემთხვევაში მათ უფლება აქვთ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა წარმოადგინონ როგორც პარტიული სია, აგრეთვე მერობის კანდიდატების და შესაბამისად ეს 3 სექტემბერი გამოდის და იქამდე აქვთ ვადა. როგორც 3 სექტემბრისთვის, ანუ გავიგებთ რა არჩევანი აქვს პარტიებს კანდიდატებთან მიმართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს და ვიცით, ასე ბოლომდე არ მიაქვთ ხოლმე და ადრე ხდება ხოლმე შუა პერიოდში უკვე რეგისტრაცია. ძირითადი ნაწილი რეგისტრირებულია, მაგრამ ვადა არაუგვიანეს 30 დღისა აქვთ პარტიებს, რომ წარმოადგინონ როგორც მერობის კანდიდატები, აგრეთვე პარტიული სიებიც, საკრებულოს პარტიული სიებიც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ეთერში იყავით. სავარაუდოდ ხშირად ექნება საშუალება მაყურებელს რომ მოგისმინეთ, იმიტომ რომ უკვე იწყება ცხელი პერიოდი, რაშიც წინასაარჩევნო კამპანიას გულისხმობ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობთ ბატონ ბერდიალომიძესთან ერთად, ის გახლავთ ოზურგეთის ნომერ 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მე გეშტობებით მომავალ შეხვედრას.